განცხადება შეწერა, რომ 1 აპრილს მოსამართლე ქალბატონმა ნანამ გვარი არ მახსოვს, მათ მისცა უფლება, რომ აქ ჩატარებული იყო ჩემი პირადი ჩხრეკა. ეს იყო პირველი განჩინება. 1 აპრილს არ დაგავიწყდეთ, დღეს არის 29 მგონი, ხო? 28. მეორე განჩინება უკვე როდესაც პირადი ჩხრეკა ჩაატარეს და ჩამომართეს ტელეფონი, მეორე განჩინება მანახეს, სადაც ეწერა, რომ ჰქონდათ იგივე მოსამართლის მიერ გაცემული ნებართვა, ჩაეტარებინეთ სახლში ჩხრეკა. და მესამე განჩინება ცალკე იყო კიდევ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, ფონდის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. მე მგონია, რომ ეს იყო ფორმალობა. იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ აქედან ვერაფერ საინტერესოს ვერ წაიღებდნენ. ეს იყო ფორმალობა, რომ ადამიანებისთვის ეჩვენებინათ, რომ აი ამდენი პოლიციელი, სუსის ამდენი თანამშრომელი მოვიდა. ეს იყო რაღაცნაირი ტირაჟირება მათი კუნთების ერთის მხრივ და მეორეს მხრივ საზოგადოების ადამიანებისთვის იმის თქმა, რომ აი შენც უნდა შეგეშინდეს, ხო, თუ ჩვენ ამას ვაკეთებთ, ჩვენ უფრო უნდა გეშინოდეს. ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩემ შემთხვევაში სუსის თანამშრომლები იყვნენ უფრო მეტნი, ვიდრე პროკურორები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია სუსის ზედამხედველობის დეტალები, აი როგორ ნიშნებას აძლევდა, მაგალითად, პროკურორი რო ვიღაცასთან ხაზზე იყო, ანიშნებდა, დავალებებს აძლევდა, რაღაცა მართალია ეს ყველაფერი რაღაცა ისე შეფარვით იყო, მაგრამ ძალიან თვალსაჩინო იყო, რომ დღეს სუსი იყო აქ პროკურატურის დირექტორი. იმიტომ რომ ნახეთ როგორ იყო, ჯერ ესეთიც ყველა დეტალს იკვლევდნენ და მაჩვენებდნენ, რომ შეხედე ჩვენ ყველაფერს ვარყვავთ. ჩემს სახლში არის სეიფი, მოკლედ იქ რაღაც რომ სადაც დოკუმენტაციას და ყველაფერს ვინახავდა. სეიფი რო გამოახვეს და დახვდეთ საერთოდ ცარიელი, უთხარი პროკურორს, ხო, წარმოგიდგენიათ როგორ გელოდებოდით თქვა, ისიც კი ანუ დაბადების მოწმობაც კი არ მიდევს შიგნით ბავშვის თქო, ხო? შესაბამისად, მათ ზუსტად იცოდნენ რომ მოლოდინი არსებობდა მათი მოსვლის, მაგრამ მიუხედავად ამისა, დრო გაწელეს, ეს ქვევით რაღაცა სცენები გადაკეთეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ რომ ადამიანები დააშინონ და ადამიანებს გაუჩნდათ განცდაია. მინდა რომ სწორად გამიგონ, ეხლა რასაც ვამბობ, აი თუ ნანუკასთან ამას აკეთებენ, ადამიანები, რომლებსაც იქით ნანუკას იმედი აქვთ, რომ რაღაცა კრიზისის დროს ნანუკა გვერდით დაუჭირა, აი გაუჩინონ დაუცველობის განცდა. მამაც ჩემის ტელეფონითაც გადახდის უფლება არ მოხდეს და პერიოდულად მქონდა ამის მცდელობები. თუმცა თავად სამხრე კამერა ყველას ჩართული ქონდა. ჩემი შვილის, ანუ საბას არასრულწლოვანი შვილის ყველა პირადი ნივთი წაიღეს. საბას პირად ნივთებზე ჰქონდათ განსაკუთრებული ყურადღება და ამის გამო პროკურორმა ჩემგან ციანიდის საქმის პროკურორმა მიიღო ჩემგან საკადრისი პასუხი. იმიტომ რომ რაღაცა მარიამის ოთახი უფრო მალე დათვალიერდა, საბას ოთახზე უფრო მეტი აქცენტი იყო. შესაბამისად ისე რა ქვია, ჩემი ნივთებიდან რაც შეეხება მხოლოდ ტელეფონი წაიღეს, საბას წაიღეს კომპიუტერი, ტელეფონი, საბას ოთახიდან წაიღეს მყარი დისკები, ასევე წაიღეს ანუ ეხა უბრალოდ რომ მიგანიშნოთ, რამდენად დამოკიდებლად წაიღეს საბას ბავშვების ნათლობის ფოტოები დისკებზე და აი მათ შორის ნატოს საინფორმაციო ცენტრში გადაღებული დისკები და უკვე სხვათა შორის გულწრფელად ურჩია რომ გაბიტაშვილმა იქნებ ნახოს ეს დისკები, იმიტომ რომ იქნებ ნატო და ევროკავშირი მოუნდეს თქო და სტრესავს რა. როდესაც არასრულწლოვანი გამახსენდა ნენსი რო ამბობდა რომ დედა ჩემსო ცუდად მოექცნენო. იმ წუთაც ეს გამახსენდა რომ შვიდად ხარ წყნარად ხარ და ხედავენ რომ არ ღელავ და ხედავენ რომ ესე რა ქვია აი ზემოთ აივანზე რო გადავიხადე არავის არ დაუძახოთო იქ რო აქ მოვიდნენო. ანუ ამაზე ქონდა ძალიან დიდი ყურადღება მეღადავებით ხო ვის უნდა დაუძახო რომ მოვიდნენ რაღაცას ვარკვევ თქო და შესაბამისად როდესაც ხედავდნენ რომ მე მქონდა ძალიან ისეთი დამოკიდებულება ანუ სტრესული არ ვიყავი აი ძალიან ძნელია, როდესაც აქცენტს აკეთებენ პატარა შულზე რა, იმიტომ რომ ხა მარიამი აქ თავის საბა ძალიან ძლიერია და თავის თავს დაიცავს, მაგრამ ის მიხვდებოდნენ რომ საბას დაცვის მომენტი უფრო მეტად მქონდა მე და აქცენტით საბაზე უფრო მეტი იყო. იქ მე უთხარი საბას თვითონ. არ უთქვამთ რომ საბა არ დასწრებოდა ჩხრეკას, თქვენს რომ საბა უკვე დაიწყო ჩხრეკვის დროს რადგან აქ იყო, აქ უნდა ყოფილიყო. შესაბამისად მე როდესაც საბას გამოცდა ქონდა გაუშვეს იმიტომ რომ უთხარი რომ გამოსთა ბავშვი და ხვალ ვეღარ ჩააბარებს და მე უკვე ისევ ამოიყვანეს გამოსდი და რა მოვიდა. გააჩნია როგორ გავაგრძელებთ ჩვენ პასუხს რა და თუ ჩვენი პასუხი იქნება რომ ჩვენ არ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი პასუხი იქნება რომ ჩვენ არ ვაგრძელებთ ბრძოლას, ხო შემდეგ ალბათ ბრალს წარგვიდგანან და შემდეგ ალბათ დაგვაყავებთ, ხო. ჩემი ძღლიც ეს ძალიან გვიან გავიგეთ. ძალიან გვიან გავიგეთ, ამ შემთხვევით გავიგეთ, იმიტომ რომ ლიკუნამ ტელეფონი გამოურთეს ჩემ ბრძალს, ის არის მარიამის ბინა. და ყველაზე მთავარი ის რა არის? სირცხვილიას ყველას წარმომადგენელთა შევიდნენ, წარმოიდგინეთ ორსულ მარიამ ბაჯელიძესთან და ჩემი ჩხრეკის პარალელურად ჩემ შვილთან. ანუ ხა ვინმე თუ არ მეტყვის რომ ეს ყველაფერი დაშინებისთვის არ ხდება და დასტრესისთვის კარგით რა. სირცხვილიას ყავს ძალიან ბევრი დამფუძნებელი და შესაბამისად რადგან შეარჩიეს ის ადამიანები, რომლებიც უფრო მოწყვლადი არიან, ხა წავ დედას რო გშრიყავენ იქეთ შენ ძმას, იქეთ შენი შვილის ანუ იქეთ არასრულწლოვან შულზე რაღაცნაირი არასწორი აქცენტი აქვს. ხო ხვდებით რა თქმა უნდა გონიათ რომ დავისტრესები და რავი მე მგონია რომ დასტრესოს არ ხარ.